სიმართლე გითხრათ არ ვიცი საიდან დავიწყო, იმიტომ რომ ერთი მეორეზე მნიშვნელოვანი ამბები ვრცელდება ბოლო 24 საათია კი არა, ხო 24 საათია დაახლოებით, ცოტა მეტი, ცოტა ნაკლები. ამ შეხვედრასთან დაკავშირებით, რომელმაც შეიძლება სოფლიო შეცვალოსო, ბევრი ამბობს, თუმცა ჩემი აზრით ეს იყო მაინც შეხვედრისთვის არც არაფერს შეცვლის, მაგრამ ცხადია ეს იყო უმნიშვნელოვანესი შეხვედრა, იმიტომ რომ სოფლიოს ყველაზე ძლევამოსილი სახელმწიფოს ლიდერი პრეზიდენტი ტრამპი, 57-ე პრეზიდენტი შეერთებული შტატების ამბივალენტური პოლიტიკოსი, რომელიც ნაწილობრივ ბიზნესმენია, რომელიც მუდმივად ლაპარაკობს ვაჭრობაზე, გარიგებაზე და ასე შემდეგ, შეხვდა დღეის მდგომარეობით სოფლიოში ყველაზე ავი და ყველაზე ბოროტი და უკვე კარგახანია მეთქი ასე ვიტყვი, ყველაზე ავი და ბოროტი ქვეყნის ლიდერს პრეზიდენტ პუტინს შლექს მეთქი ასე ვამბობ, ხშირად რომელსაც რა უნდოდა და ის უნდოდა და მან მიაღწია ერთგვარად ამ მიზანს ყოველ შემთხვევაში ასე პოზიციონირებს ის და მისი თანაგუნდელები და მთელი რუსეთი და ნახევარი ევროპა და კიდე მესამედი შეერთებული შტატები ასე ვუტრირებ ცხადია, მაგრამ მაინც მან მიაღწია მთავარს დეიზოლაციის დაწყებას და არა მთლად დეიზოლაციას, არამედ დეიზოლაციის დაწყებას, იმიტომ რომ კვლავ ვიმეორებ ყველაზე ძლევამოსილი სახელმწიფოს ლიდერი პრეზიდენტი ტრამპი, მაშინ როდესაც კეთროვანი იყო პრეზიდენტი პუტინი, პრეზიდენტი ტრამპი შეხვდა ამ კაცს, რომელიც ბრალად დადებულია ევროპაში ადამიანის უფლებათა დარღვევისა და კი არა ომის დანაშაულების გამო, მათ შორის იმის გამო და პირველ ყოვლისა იცით თქვენ, რომ მისმა სახელმწიფომ გაიტაცა ბავშვები და ჩაასახლა რუსეთის სიღრმეში და აპირებს, რომ ამ ბავშვების ისტორია მთლიანად, ბავშვების მომავალი მთლიანად და წარსულიც მოდი ასე ვიტყვი, შეცვალოს ისინი რუსებად გარდაქმნას და სულაც დაავიწყოს ნამდვილი დედმამა, ნამდვილი სამშობლო, ნამდვილი ქვეყანა, ნამდვილობა, რაც ამ ბავშვებს უნდა ჰქონოდათ. სხვაშორის მელანია ტრამპმა, პრეზიდენტ ტრამპის მეუღლეს დონალდ ტრამპს გაატანა წერილი, რომელიც დონალდ ტრამპმა გადასცა პრეზიდენტ პუტინს და ამ წერილში სწორედ ბავშვებზე იყო გამახვილებული ყურადღება, მაღალზე მაღალი ალბათობით თუ პუტინი წაიკითხავს და ვალდებულია რომ წაიკითხოს, გახსნის რა კონვერტს აღმოაჩენს მელანიას თხოვნას იმის თაობაზე, რომ ეს ბავშვები მოიძიონ და უკან დააბრუნონ უკრაინაში. ეს ერთი და მცირე დეტალია, ძალიან საინტერესო ცხადია, მაგრამ დეტალებისაგან შედგება საერთოდ ჩვენი ცხოვრებაც და ეს ამბებიც შედგებოდა სწორედაც რომ დეტალებისაგან და მე რამდენიმეზე გავამახვილებ ყურადღებას. პირველი, მაგალითად ძალიან საინტერესო დეტალი იყო ის, ამბავი დეტალი იყო ის, რომ რუს პროპაგანდისტებს, რომლებიც მანამდე ჩაფრინდნენ, ვიდრე პრეზიდენტი პუტინი ჩაფრინდებოდა ალასკაზე, ბორტზე დაახვედრეს გაგიკვირდებათ და კიევური კატლეტი. როგორ მოხდა ეს, რატომ მოხდა, ვინ შეიტანა მენიუში სწორედ კიევური კატლეტი და არა რუსული ბორშჩი, ხო? ვერ გეტყვით. მაგრამ შემთხვევითიაო, ვინმე თუ მეტყვის, მე გეტყვის, რომ შემთხვევითი არ არის ეს ამბავი, ვინც ადგენს ამ მენიუს და ჟურნალისტებისთვის შეადგინა, ანუ პუტინს ვინც უნდა წაეყვანა და ვინც წაიყვანა, იმ შემდგენელმა ბუნებრივია იცოდა, რომ თუ რამ არ უნდა ყოფილიყო ბორტზე, სადილად სწორედ კიევური კატლეტი არ უნდა ყოფილიყო, აღშფოთდნენ მარგარიტა სიმონიანები და სხვები, თქვენს რომ ეს როგორ გაგვიბედესო, მაგრამ ამ ამბავმა ჩაიარა მომავალში ხო, უახლოეს საათებში ხო მათ ელოდათ გაცილებით მნიშვნელოვანი და საინტერესო ამბები და ისინი აღფრთოვანდნენ, როდესაც დაინახეს საგარეო საქმეთა მინისტრი კალანტაროვ ლავროვი, რომელიც შედიოდა თვალსაჩინო სასტუმროში, ან მოლაპარაკებათა ბიოლოგიები, სადაც იმართებოდა იქ და რომელსაც ესვა ეს ხუდი კი არა, რამდენადაც მაისური და მოგდებული კეპი თუ არ ვწდები ასევე, რომელზეც ეწერა SSSR, საბჭოთა კავშირი, საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი, აიო, ნახეთო, ლავროვმაც ისის ეს დიპლომატიური მინიშნებითი ენაო წასდათ რუს პროპაგანდისტებს სწორედ SSSR-ის აღდგენა გვინდა ჩვენო. აქვე გავიხსენებ, რომ ამ შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე რუსეთის პროპაგანდისტურ არხებზე გავიდა ერთი დიდი კლიპი, რომელზეც, აი თუ გახსოვთ, სნაჩალა კრიმ პატომ რიმ ხო იყო ეს სლოგანი გამოტანილი ყირიმში. აქ სლოგანი იყო სხვა რამე. ჩვენ დავბრუნდებით ალასკაზეც, ჩვენ დავბრუნდებით ყველგან, რაც რუსული მიწაა, ვერც ვერავინ დაგვიშლის ამას და ახლობით ეს იყო
შინაარსი იმ ვიდეოკლიპისა ესეც სიმბოლურია, თუმცა აქვე იმასაც გეტყვით, რომ 21 საუკუნეში და მით უმეტეს ესოდენ სწრაფ დინამიკურ პერიოდში სიმბოლოებს გან არა აქვს მნიშვნელობა. აქვს მნიშვნელობა პრეზიდენტი ტრამპი როგორ დახვდა, პრეზიდენტი ტრამპმა რა უთხრა, რამ გადაუფრინა, ამაზე კიდევ ვიტყვით. 2-3 სიტყვას, 3-4 სიტყვას ვიტყვით, როგორი იყო ხალიჩა, მაგრამ ესოდენ დიდ მნიშვნელობას მაინც მე არ მივანიჭებდი კი. ძალის დემონსტრირება იყო მაგალითად ბიორი სპირიტმა რომ გადაუფრინა, ეს ის ბიორი სპირიტია, სხვადასხვა რომელმაც ფორდოს ატომურ ბირთვულ რეაქტორს კი არა, აი ამ სადგურს დედა უტირა, გაანადგურა, აფეთქა 88 მეტრის სიღრმეში ჩავიდა. არბირებული ბეტონები და რკინები და რაღაცები მიანგრმოანგრია და დაასრულა ბირთვული პროგრამა ირანისა და ამ ბირთვული ობიექტის გამანადგურებელმა ბიორი სპირიტმა გადაუფრინა ტრამპს და პუტინს და უფრო პუტინს გასაკვირველია თავზე და ამით ძალის დემონსტრირება მოახდინა შეერთებულ შტატებმა. მე ვარ აქ თავარი. ეს უთხრა ტრამპმა პუტინს და ისიც თქვა რომ ამერიკის შეერთებული შტატები ყველაზე ძლიერი სახელმწიფოა, თუმცა უკვე შემდგომ როცა დასრულდა ეს 3 საათიანი შეხვედრა და 3 წუთ ნახევარი ილაპარაკა ერთობლივ პრესკონფერენციაზე, რომელიც დაგეგმილი თავდაპირველად სულაც არ იყო, პრეზიდენტმა ტრამპმა ამ პრესკონფერენციაზე არა, უკვე შემდგომ ინტერვიუში Fox News-ისთვის თქვა ისიც და ერთ საინტერესო დეტალია, რომ ჩვენ პირველები ვართ, ხოლო მეორე არის რუსეთიო, სად წავიდა ამასობაში ჩინეთი ვინმეზე ნაკლებია, ან პრეზიდენტ ტრამპს გონია, რომ ჩინეთი მესამე ან მეოთხე ან მეშვიდე სახელმწიფოა, რაც საკვირველია, ამით გაუგორა და აამა პრეზიდენტმა ტრამპმა პრეზიდენტ პუტინს, რომელმაც თავის მხრივაც ბევრი საამებელი სიტყვა უთხრა პრეზიდენტ ტრამპს, მაგალითად ის უთხრა, რომ შენ რო ყოფილიყავი 2022 წელს პრეზიდენტი ესობის სულაც არ მოხდებაო, ეგო მოფხანილია ამის შედეგად პრეზიდენტი ტრამპი, რა საკვირველია, რომელსაც არა სხვა რამეს უნდა, რა საკვირველია, მაგრამ ერთ-ერთი უმთავრესი მიზანი არის ბევრი რამ, მაგრამ ერთ-ერთი არის რომ დაამარცხოს ბაიდენი, დაამარცხოს ყველა წინამორბედი, გაეჯიბროს, არ ვიცი, ვაშინგტონსაც კი, ხო, რეიგანსაც კი, რუზველტსაც კი და აღარ ლაპარაკობ აი ბოლო პერიოდის ლიდერებზე, პრეზიდენტებზე, ობამას ხო საერთოდ ვერ იტანს, კლინტონზეც არ არის მაინც და მაინც კარგი აზრის, ბაიდენი ხო, ობამას ვიცე-პრეზიდენტი იყო, ბაიდენი ძაღლი ხებს, ეზოში ხებდა ბამბურამურა. ჩვენ ცოტა ხანი გავჩვენდეთ, იქნება ისიც დაწყდარდეს ამასობაში. ხო, მოკლედ ბაიდენს ხო ვერ იტანს და ვიტანს, ეს მისი ომია, ეს მისი ომი იყო, არის, იქნება, ამას ამბობდა და ამბობს პრეზიდენტი ტრამპი. ხა ხალიჩაზე მინდა გავამახვილო ყურადღება, რაზეც ბევრმა გაამახვილა ყურადღება და ნეგატიურად შეაფასა და ნეგატიურად შესაფასებელია განა არა, მაგრამ თუ მიაქციეთ ყურადღება პრეზიდენტი ტრამპი ფართო ხალიჩაზე, რომელიც ლამის უერთდებოდა, აქეთ ამ მხრიდან ყოველ შემთხვევაში ნამდვილად მივხვდები, შეერთებული შტატების პრეზიდენტის თვითფრინავს. ხო, იქით ამ მხრიდან ის უერთდებოდაც არასწორი სიტყვა, წვეტილად მიდიოდა ვიდრე რუსეთის პრეზიდენტის თვითფრინავამდე, ბორტამდე. ეს თვითფრინავი სხვა შორის გააცილეს. სხვა შორის ძალიან საინტერესო დეტალია, რომ ჯერ ტრამპი წავიდა და მერე წავიდა პუტინი ალასკიდან, ჯერ მას პინძელი წავიდა და მერე წავიდა სტუმარი იმ ტერიტორიიდან, რომელზეც შეხვდნენ, ეს არის შეერთებული შტატების ტერიტორია, ხო? ოდესღაც რუსეთის მფლობელობაში არსებული და მერე გაყიდული. ხო და ამ ხალიჩაზე როცა ვამახვილებ ყურადღებას, არ ვიცი რამდენად კარგად ჩანს, მაგრამ აი ხა ქვედა სურათს უნდა მივაგაქცევ, ყურადღება, აი ამ საცალფეხო ბილიკით გამოიარა ფრიად გახარებულმა და დაბოტოქსებულმა, აი თვალს ქვემოთ ყიმრალებზე, ხო? დაბოტოქსებულმა პუტინმა, რომელმაც ცოტა ერთი ხანობა აუჩქარა კიდეც, იმიტომ რომ ტრამპი ხვდებოდა, მე ტრამპმა ესე გააკეთა, ის მიესალმა საჰაერო თავდაცვის ძალებს და ერთად გაიარეს კია. მოკლედ ამბავი ამგვარი დეტალებისაგანაც შედგება, თუმცა კიდევ ერთხელ მინდა გავამახვილო ყურადღება იმაზე, რომ დეტალებს კი ურკატლეთს, ხალიჩას, ბიორის ფირიც, ლავროვის ჰუთს თუ მაისურს დიდი მნიშვნელობა აქვს, მაგრამ არა გადამწყვეტი. ან შეიძლება იმას რა აქვს, აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, ეს არის მაინც საკითხი, რაზე მოილაპარაკეს მხარეებმა დამოუკიდებლად იმისა, ისინი ასამბობენ ღიად, ჩვენ უნდა ვილაპარაკოთ იმაზე რეალურად რა ხდება. მაგალითად, პრეზიდენტ ტრამპს არ უთქვამს და არც იტყვის,
მაგრამ არ უთქვამს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები შეწყვეტს უკრაინის დახმარებას. დიახ, პრეზიდენტმა ტრამპმა შეიძლება სხვა რამ თქვა, რაც მოგეწონება კაც ან არ მოგეწონება, მაგრამ ის რომ პრეზიდენტ ტრამპს ეს ყველაფერი არ უთქვამს, უკვე ამბავია. აქვე ვიტყვი რომ უკვე შეხვედრის შემდეგ ტრამპი ესაუბრა ზელენსკის და ნატოს წევრი ცალკეული სახელმწიფოების ლიდერებს. ეს საუბარი აქსიოსის თქმით საკმაოდ რთულად წარიმართა, იმიტომ რომ პრეზიდენტ ტრამპს დახვდა, პრეზიდენტ ტრამპი ერთგვარად მოხიბლული იყო აფერისტი პუტინის, კომბინატორი პუტინის, გარკვეული მოხიბლული შეიძლება თქვა ზუსტი სიტყვა არ არის. პრეზიდენტ ტრამპი შეიძლება მოითაფლა კიდეც ერთი ხანობა, ცოტა ხანი მოითაფლა კიდეც პუტინის ლოგიკით. პუტინს ხოთაშორის ჰქონდა წაღებული ეგრამაგის პასუხია და დასდა დოკუმენტებისა, ცრუ დოკუმენტებისა, რომელშიც ის მაღალი ალბათობით ამ დოკუმენტში იყო ჩაწერილი ეს მალორასია თუ საერთოდ უკრაინა როგორ არის ან როგორ იყო დიდი რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში. დიდი რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში, არ ვიცი, მე-17, მე-18 საუკუნეში, მე-15 საუკუნეში, ნაკლებად მე-16 საუკუნეში. და ასე შემდეგ და აი ვინ არის ამის სამკითხავი სიმართლე გიხათ, არ ვიცი, ეს დაახლოებით იმას გავს, რასაც ელაპარაკა პუტინი, ის ეხლა რო ტრამპთან ცუდ ურთიერთობაშია, ტაკერ კარლსონს. სადაც ესე ფურცლავდა და რაღაც სისულელეებს ყვება მოსკოვიე, მე რაღაცა კიევსკაია რუсь, რაღაც კიევსკაია რუсь მანამდე მოსკოვიე მერე და ასე შემდეგ და ეს რაღაც რეშპოსპოლიტა და ასე შემდეგ, ხო? ანუ რაღაცეებზე ბოგდან ხმელნიცკი და რაღაცეებზე რო ლაპარაკობდა, ხო? და ტაკერ კარლსონს ეს გაბრწყინებული თვალები ჰქონდა. მე ვერ გეტყვით ხა ტრამპს ჰქონდა თუ არა გაბრწყინებული თვალები და საერთოდ რა სისულელეა 21 საუკუნეში ან მე-20 საუკუნეში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ საერთოდ რა სისულელეა ლაპარაკი იმაზე ვის რა ჰქონდა ოდესღაც თუ ამ ლოგიკით წავალთ ღმერთმა უწყის ვილიკაი არმენია რამხელა იყო და სადამდე იყო ჩასული, სადამდე იყო მონღოლეთის იმპერია ჩამოსული, სადამდე იყო არაბეთი ჩასული და ასე შემდეგ სპარსეთი, დიდი აღარ ვლაპარაკობ ეხლა ჩრდილოეთში არსებულ იმპერიებზე და თუ ოდნავ მანამდელზე თუ ვილაპარაკებთ რომის იმპერიას, საბერძნეთის იმპერია თუ გაეჯიბრება და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. ამიტომ ეს ლაპარაკი იმაზე ისტორიაში რა დეტალი იყო და ვინ როდის სულ რომ მართალი იყოს პუტინი, ეს არის დასაგვირველი სისულელე. თუმცა პრეზიდენტი ტრამპი როგორც ჩანს ან დაშვებადია, დასაშვებია ის რომ მოხიბლული დარჩა ამითაც და კიდევ იმით რომ პრეზიდენტი პუტინი ამბობს შემდეგს. პრეზიდენტი პუტინი ამბობს მოცემულ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში რომ დამითმეთ დონბასი თავიდან ბოლომდე. გავიდნენ უკრაინელები და როგორც კი უკრაინელები გავლენ დონბასიდან ეს რო ყوار მოხდება, მაგრამ მაინც თეორიულად რომ წარმოვიდგინოთ, რომ ტრამპმაც მოითხოვა ზელენსკისაგან რომ გადით დონბასიდან მყისიერად ისეთ გეოგრაფიულ წერტილებს დაიკავებს რუსეთი, საიდანაც შეტევა დნეპროპეტროვსკზე, შეტევა ხარკოვზე, შეტევა სხვა მიმართულებებით მისთვის უკვე ხსნილი და იოლიც იქნება. ამიტომ ზელენსკიმ სულ რომ თქვას, რომ ჩვენ გავდივართ დონბასიდან 30%-დან დაახლოებით დონეცკის ოლქიდან 30%-ს აკონტროლებს უკრაინა და ახლოების, სულ რომ თქვას უკრაინელი ჯარისკაცები არ გავლენ, იმიტომ რომ შესანიშნავად იციან უკან უკვე გამაგრება ზურგში უკვე ეხა დღევანდელ ზურგში უკვე გამაგრება პრაქტიკულად წარმოუდგენელი იქნება დღევანდელ იმ ქალაქებსა და სოფლებში რომლებსაც უკრაინა აკონტროლებს დონბასის დონეცკის ოლქში საფორტიფიკაციო თავდაცვითი ზღუდეები ქალაქები ისეა გამაგრებული რომ რუსები კიდე მრავალი წელი ვერ შევლენ მეთქი ასე ვიტყვი ამოუკიდებლად იმისა რაც ამბობს ბატკა ლუკაშენკო რომელსაც პრეზიდენტი ტრამპი ესაუბრა და ბევრმა დაძრახა სხვათა შორის პრეზიდენტი ტრამპი ამ ლაპარაკში შეაქორა და ეს შექება ძალიან იცის ხოლმე ტრამპმა ჩვენ და სამწუხაროდ მაინც ასე ვიტყვი, თუმცა ბევრი ფიქრობს და ალბათ ნაწილობრივ ეს სწორიც არის, რომ ეს შემოქმებები ერთგვარი თამაშობებია ცალკეულ ლიდერებთან და ამ თამაშების გამო კიდე სხვადასხვა ცნობა ვრცელდება, ამიტომ მოდი მე ვერ დავასახელებ რიცხვს, ბევრი პოლიტიკური პატიმარი გაანთავისუფლებინა შექების გამო და ლაპარაკის გამო ტრამპმა ლუკაშენკოს მე ამ თემაზე არ გადავდივარ, უბრალოდ ეს
ვახსენე. მოკლედ, რაც შეეხება ტრამპის მოხიბლას თუ მოხიბლულობას, მე გონია რომ ის როგორც მოიხიბლა, ასევე განიხიბლება. გაცილებით უარესი პერიოდები გაუვლია უკრაინას, აქვე რომ ვთქვათ. რამდენიმე ინფორმაციას ჩაგიკითხავთ, ზელენსკი ამბობს, რომ პრეზიდენტ ტრამპთან საუბრისას თქვი, რომ სანქციები უნდა გამკაცდეს, თუ სამხრივი შეხვედრა არ შედგება, ან თუ რუსეთი თავს აარიდებს ომის სამართლიან დასრულებას. სანქციები ეფექტური იარაღია. ტრამპი სამწუხაროდ სულ ამბობს, რომ 50 დღეში მე თქვა რომ შეკორექტირება გააკეთა და 30 დღეშიო მე თქვა რომ რაღაც კიდე 10 დღეში და ასე შემდეგ. სულ ამბობს, აი 8 აგვისტო იყო ერთ-ერთი დედლაინი, ხო? მის მიერვე გამოცხადებული, სხვა შორის არა ზელენსკის, არამედ მის მიერვე გამოცხადებული და მან გადაავადა მათ შორის მეორადი სანქციები, ინდოეთი მოყვა ნაწილობრივ, თუმცა ინდოეთის დესანქცირებას მოსალოდნელია, ჩინეთზე მან გააკეთა ერთგვარად ლბილი განცხადება, რომ ახლა მოცემულ ეტაპზე არ ვფიქრობ, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ ვაშინგტონში დაბრუნებული მის სტაფთან და გუნდთან რომ ისაუბრებს, ასევე ამსაუბრებს, რომ შეუერთდებიან ცალკეული სენატორები, რომლებიც მისი სენატორები, რომლებიც ცოტა გაურკვეველ მდგომარეობაში არიან, ასე ჩანს ყოველ შემთხვევაში მათ შორის ლინდსი გრემი და სხვები. ტრამპმა ისე დაუბრუნდეს ამ თავის ჩვეულ აგრესიულ რიტორიკას და შეუთვალოს პუტინს ის რაც შესაძლებელი აქვს და რაც შეცვლილიც აქვს არაერთხელ, მაგრამ თავარი ეს არ არის. თავარი არის რომ საქმეს მიხედოს ტრამპმა და მართლა დაწესდეს სანქციები და არ კონდეს ეს პერიოდული, ალბათ უნდა ვთქვა ეს სიტყვა ჩავარდნები მეთქი, მოხიბლები პუტინით. აქვე ვიტყვი რომ ყველაფერი გაივლის, სოლომონ ბრძენის არ იყოს, მეფე სოლომონის არ იყოს. ესე იგი, ყველაფერი გაივლის ხო სოლომონს, ბოდიში, ერთწუთს, ყველაფერი გაივლის. ხო. მეფე სოლომონის არ იყოს, გადავამოწმე. ხანდახანდა გადაამოწმა. ხო და გაივლის ყველაფერი და ეს პრეზიდენტი ტრამპი და ის პრეზიდენტი პუტინი კიდევ კარგახანი არ შეხვდებიან ერთმანეთს და ნებები ჩაცხრება, მეთქი ამის თქმა მინდა. კიდევ შევხედოთ გარკვეულ ნიუსებს და რამდენიმეზე გავამახვილებ ყურადღებას თქვენის ნებართვით. კიევური კატლეტზე ვისაუბრეთ. ხო. ვისაუბროთ დიმიტრი მედვედევზე, რომელიც ამბობს აღფრთოვანებულია, ისევე როგორც დუგინია აღფრთოვანებული ამ შეხვედრით და აღდგენილია სრულფასოვანი მექანიზმის შეხვედრებისათვისო. მე გეტყვით რომ ეს ესე არ არის. მედვედევსკი არ ვეკამათები ახლა, სულ არ მგონია ახლა იმ კალიბრის პირად, რომელთანაც ასე შორიდან მით უფრო კამათი და ასე შემდეგ ხიბდეს, მაგრამ პრეზიდენტი ტრამპი შეცვლის და პოლიტიკას, რიტორიკასაც შეცვლის ის გარკვეული პერიოდის შემდეგ. ეხლა მიჯირყვის უკაცრავად ესე მიაწვება პრეზიდენტ ზელენსკის ამის ნიშნები აქვს, არისებობს, აქსიოსი არცილებს ინფორმაციას, რომ რთული საუბარი იყო, ეს თქვი მგონი, მაგრამ კიდევ გავიმეორებ ზელენსკისა და ტრამპსა და ევროპელ ლიდერებსა და ტრამპ შორის ერთი საერთო საუბარი იყო, ეს შეხვედრა კი არა, ეს ინტერნეტ საუბარი და ბლუმბერგის ინფორმაციით ტრამპა ზელენსკისთან სატელეფონო საუბარში განაცხადა, მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაზეა დამოკიდებული რა გადაწყვეტილებას მიიღებს თავის ტერიტორიასთან დაკავშირებით, პუტინის პოზიცია არ შეცვლილა, ის კვლავ ითხოვს, რომ კიევმა გადასცეს სრული კონტროლი უკრაინის აღმოსავლეთ მდებარე დონბასის მთელ რეგიონზე და ჯარები გაიყვანოს. და აქ კიდევ ერთი ამბავი საინტერესო, რასაც ქვია პირველначальные причины, ანუ წინ საწყისი მიზეზები, თავარ მიზეზები ამ კონფლიქტისა და თავარ მიზეზთა შორის რასაკვირველი არის, თავარი მიზეზი არის უკრაინის დენაციფიკაცია, ანუ უკრაინა მოხდეს მისი დებანდერიზაცია, უკრაინა არ იყოს ნაციონალისტური სახელმწიფო, რომელიც საკუთარ თავზე ზრუნავს ენას ასწავლის, კულტურას აძლიერებს, ასწავლის ისტორიას, ასწავლის და ანტირუსეთობას ასწავლის. ეს არის თავარი მოთხოვნა პრეზიდენტი პუტინისა და რუსეთისა. და ამ შემთხვევაში, ანუ დონბასით კი არ დაკმაყოფილდება ამის თქმა მინდა, არამედ კიდევ უფრო შორსაც წავა შემდგომ მოლაპარაკებებზე. ოღონდ ჩვენ კარგად უნდა გვახსოვდეს, რომ რუსეთი ნელ-ნელა მაინც იფიტება და თუ ამერიკიდან სანქციები იქნება, გამოიფიტება კიდევ უფრო მეტად. ზელენსკი პრეზიდენტ ტრამპთან საუბრისას თქვი, რომ სანქციები უნდა გამკაცრდეს, ეს გითხარით. ამასობაში ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი სტარმერი
ამბობს რომ ევროპისა და ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან უსაფრთხოების გარანტიები უკრაინისთვის გადამწყვეტი იქნება პუტინისთვის შესაკავებლად მომავლისათვის და რა შეიძლება იყოს ეს უსაფრთხოების გარანტიები? ხა ბევრი იტყვის ნატო და მეც ამ აზრზე ვარ, რომ კოლექტიური უსაფრთხოების მთავარი გარანტია არის ნატოს წევრობა უკრაინისა, ჩვენ შემთხვევაში ჩვენიც, იმიტომ რომ ნატოს ფრთა ქოლგა გადაეფარება ამა თუ იმ სახელმწიფოს ამ შემთხვევაში, მაგრამ იმ შემთხვევაშიც კი თუ პრეზიდენტი პუტინის ეს მოთხოვნა ერთ-ერთი პირველაჩალная причина უკრაინაში ნატოში გაწევრიანება, უკრაინის ნატოში გაწევრიანება არ გავა პირიქით, უკაცრავად ანუ შესრულდება პრეზიდენტ პუტინის ეს მოთხოვნა ორმხრივი გარანტიები შეიძლება გასცენ ცალკეულმა სახელმწიფოებმა გაცილებით სერიოზულები, ვიდრე იყო გაცემული 1994 წელს ბრიტანეთის ამერიკის შეერთებული შტატებისა და ხსენებული რუსეთის მიერ და ორმხრივი გარანტიები არის უკრაინა შეიძლება ნატოში არ იყოს, მაგრამ მისი ცა, მისი ხმელეთი, მისი ზღვა იყოს დაცული, მისი ტერიტორია იყოს დაცული და ამ საგარანტიო დეკლარაციაში, მემორანდუმში რო დეკლარაციაში უნდა ჩაიწეროს, რომ უკრაინაზე თავდასხმის შემთხვევაში ეს ქვეყნები, რომლებიც ამ მემორანდუმის ხელმომწერლები არიან, ან უკრაინისთვის უსაფრთხოების გარანტორები არიან, ისინი ავტომატურად ჩაებმევიან ომში და მხარს დაუჭერენ უკრაინას ნებისმიერ ომში. ეს იქნება თუ არა შემაკავებელი პუტინისათვის ან პოსტპუტინისტური პერიოდისათვის ღმერთმა უწყის. ევროპელი ლიდერები ამასობაში აკეთებენ განცხადებას, ჩვენი მხარდაჭერა უკრაინისადმი გაგრძელდება. აქ ერთი დეტალია, რომ გაგრძელდება მათ შორის იმ შემთხვევაშიც კი, თუ შეერთებული შტატები იარაღს არ გადასცემს უკრაინას თუ პირდაპირ და თუ შუამავლების გამოყენებით, არანაირი შეზღუდვა არ უნდა დაწესდეს უკრაინის შეიარაღებულ ძალებზე და მის თანამშრომლობაზე მესამე ქვეყნებთან. ჩვენ გავაგრძელებთ სანქციებისა და ეკონომიკური ზომების გამკაცებას. ხონშორის პუტინი ძალიან გაბრაზებული ან შემომწყრალია სწორედ ევროპელ ლიდერებზე. ის მიიჩნევს, რომ პრეზიდენტი ტრამპი ის როგორღაც მოთაფლა და აღმოთაფლა მოაგვარამასთან და ახლა უკვე ევროპელებზეა გადაფსიხებული, რომ თურმე ისინი უშლიან ხელს სამუდამო მშვიდობის დამყარებას, ოღონდ სამუდამო მშვიდობა რუსეთსა და უკრაინას შორის წარმოუდგენელია უკრაინის დამარცხების გარეშე რუსეთის ეული გააზრებით, პუტინის ეული გააზრებით. პრეზიდენტი ტრამპი ძალიან წარმატებული დღე იყო, ამას იმეორებს სულ. ყველა შეთანხმდა, რომ საუკეთესო გზა არის რუსეთსა და უკრაინას შორის პირდაპირ შეთანხმება და პირდაპირ შეთანხმებაზე მე გეტყვით ჩემ მოსაზრებას მიუხედავად იმისა, რომ ტრამპი ეცდება ზელენსკისა და პუტინის ჩაკეტვას ერთ ოთახში და თავადაც მიიღებს ყოველ შემთხვევაში საწყის ეტაპზე ამბობს, რომ მიიღებს მონაწილეობას ამ შეხვედრაში. ეს შეხვედრა ჩემი აზრით კიდევ, მოდი მოვფარგლოთ თუ გრევოთ გარკვეული პერიოდი თქვათ, 6 თვე მაინც 4 თვე მაინც ვერ შედგება, მიუხედავად იმისა, რომ ლინცი გრემი ამბობს, რომ ბევრად მალე დასრულდება საშობაოდ უკვე კარგა ხნის დასრულებული იქნება ომიო, მე გეტყვით, რომ არ იქნება დასრულებული, პატივისცემა სენატორ გრემს. იმ შემთხვევაშიც კი თუ ტრამპი სადა ზელენსკის შორის კიდევ ერთხელ გაირბენს შავი კატა, კიდევ ერთხელ გადაიძაბება ურთიერთობა, როგორც გადაიძაბა თებერვალში რო გადაიძაბა ურთიერთობა, იმაზე უფრო მძიმე პერიოდი უკრაინას არ ექნება მაინც. ასე მინდა ვთქვა, ასე უნდა ვთქვა და აქედან გამომდინარე სოლომონ მეფის არ იყოს, ხო, ესეც გაივლის, აი ეს გაბრაზება თუ გაბრაზება გვაქვს ტრამპის მიმართ, ან აღფრთოვანება ტრამპის მიმართ, ესეც გაივლის მიზეზთა გამო და სულ ისევ ჩვეულ რუტინაში დავბრუნდებით. მე მონიშნული მქონდა და ისეთ თქმაც მინდოდა, მაგრამ ამასობაში ხო ნიუსები გეწევა კაც და მაგალითად ორბანზე რატომ უნდა გააკეთო ახლა განცხადება, მაგისა კომენტარი, მაგრამ მაინც ესე იგი ძლიერი ზეწოლა შეიძლება დაიწყოს ზელენსკიზე, ევროპელი ბლუმბერგი წერს ამას და რათა უკრაინამ ცეცხლის შეწყვეტის სანაცვლოდ ის ტერიტორიები დაუთმოს პუტინს, რომელსაც რუსი დიქტატორი ითხოვს. ოღონდ რუსი დიქტატორი ითხოვს მოცემულ ეტაპზე ან რამდენიმე ტერიტორიას, მაგრამ ერთი მთავარი არის დონეცკის 30% და მე მინდა გითხრა, ესეც გაივლის, იმიტომ რომ ზელენსკი ამას არ დათანხმდება. ორმხრივ შეხვედრას დათანხმდება თუ არა, კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, რომ 4-5 თვის განმავლობაში, 6 თვის განმავლობაში ჩემი პროგნოზით, თორე ისე ვერ ავიცი, აბა რასაკვირველია, არანაირი ორმხრივი შეხვედრა ზელენსკისა და პუტინს, ან სამხრივი შეხვედრა ზელენსკი-პუტინი ტრამპ შორის უბრალოდ არ შედგება. მე მქონდა აქ იგითხარით რამდენიმე რამ მონიშნული, რაც მინდოდა მეთქვა, მინდოდა მესაუბრა, მაგრამ აი ინფორმაციები
ეს იმდენად სწრაფად მოდის, ხო დუგინზე მიწოდა მესაუბრა, მაგრამ ახლა მაინც ჩემს მონიშნებს ჩავხედავ თქვენის ნებართვით ფოტოსესია, ხო ძალიან საინტერესო დეტალია, ჩვენ დეტალებზე ავიწყეთ საუბარი, რომ პრესკონფერენცია გაიმართა მიუხედავად იმისა, რომ პრესკონფერენცია არ უნდა გამართული იყოს. საინტერესო დეტალია მგონი ეს თქვი, რომ ტრამპი გაემგზავრა დაბრუნდა ვაშინგტონში ალასკიდან და მერე გაემგზავრა პრეზიდენტი პუტინი. საინტერესო დეტალია, რომ სამი პირი შეხვდა ერთმანეთს, ანუ სახელმწიფო მდივანი რუბიო და ლავროვი, უშაკოვი და აგვარია ეს. ცუდი კაცი როა ჩემი აზრით. ვითკოფი დაგავიწყდება კაც და ასე შემდეგ და ასე შემდეგ. პრესკონფერენცია რომ გაიმართა, მოლოდინები როგორი იყო, ამაზეც მინდოდა საუბარი, დუგინი რას ამბობს, ამაზეც მინდოდა საუბარი და ასე შემდეგ. მაგრამ თავარი არის ის, რომ ეს შეხვედრა დამოუკიდებლად იმისა, ვინ რას ამბობს, ეს შეხვედრა არის და იყო მაინც უშედეგო. იმიტომ რომ იარაღის მიწოდებას ამერიკის შეერთებული შტატები არ შეწყვეტს, ამერიკის უკრაინისათვის. ამერიკის შეერთებული შტატები იქნება რაღაც ფორმით ჩართული ამ პროცესში, სანქციებს აღარ დავაწესებო. ტრამპი არ ამბობს, ის ამბობს, რომ დავაკვირდები გარკვეული პერიოდი 2-3 კვირა და მერე გადავწყვეტო და ასე დავფიქრდებიო და მერე გადავწყვეტო. ასე რომ პუტინი აღფრთოვანებული კია, მაგრამ მაინც არაფერი ამ შეხვედრით არ დასრულებულა. ჩემი მოსაზრებით ყველაფერი ახლა იწყება. ოღონდ გამძლეობა უკრაინას ეს უმნიშვნელოვანესია ჩემი აზრით. გამძლეობა თუ ეკნება უკრაინას, აგერ მე და აგერ თქვენ ვინ ვის ასროლინებს კუდით ქვას და ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთისათვის კუდით ქვის მსროლელთა ავანგარდში ნამდვილად იქნება.